მოკლედ, ქალბატონი თამარი ხსნის, თუ ვინ შეიძლება შედიოდეს ამ 200.000-ში და თან გვაწვდის ინფორმაციას, თუ ვის ითვალისწინებს სახსტატი და გაერო, როცა საყოველთაო აღწერას განიხილავს. საყოველთაო აღწერაში აუცილებლად შედის ათასობით და შეიძლება 100.000-ობით უცხოური სტუდენტები. მე ქალბატონ თამარს ვეთანხმები იმაში, რომ არაფერი ცუდი უცხო ქვეყნების სტუდენტებში არ არის, პირიქით ფულს შოულობთ და ჩვენ ეკონომიკას ხელს უწყობს ეს ყველაფერი და პლუს პოპულაციასაც არ ურტყავს სერიოზულად, რადგან ეს ხალხი ბოლოს სწავლა ქვეყნიდან, იმიტომ რომ ამ სტუდენტებს აფინანსებენ სახელმწიფო გრანტით, რომელიც ითვალისწინებს იმასაც, რომ სტუდენტები დაბრუნდებიან ქვეყანაში. ქალბატონმა თამარმა დაამატა კიდევ ის, რომ ამ მოსახლეობის აღწერაში არ შედიან ტურისტები, ამ მონაცემებში შედიან კიდევ ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ექვსთვეში ერთხელ ჩამოდიან ქვეყანაში. ქალბატონი თამარი იმასაც ამბობს, რომ ამ მოსახლეობის ზრდაში, რა თქმა უნდა, შედიან იმიგრანტები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში და ამ 200.000-ში ყველაზე ნაკლები რაოდენობა უჭირავს ზუსტად ამ იმიგრანტებს. რაშიც მე არ ვეთანხმები ქალბატონ თამარს. თან სასაცილო ის არის, რომ ქალბატონი თამარი ზუსტად იმას ამბობს, რასაც ვამბობდი ჩემ ვიდეოში. ანუ მე არ ჩავთვალე ამ 200.000-ში ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ხშირად ჩამოდიან ქვეყანაში, რადგან ჩემი აზრით ზუსტად ისინი იკავებენ ყველაზე ნაკლებ ადგილს ამ გამოკითხვაში. მე ხო გავიხსენე უკრაინის ომის შედეგად ჩამოსული უამრავი უკრაინელი და რუსი ემიგრანტები. ქალბატონმა თამარმაც გაიხსენა ეს ემიგრანტები. მე ხო გავიხსენე უამრავი ემიგრანტი ინდოეთიდან და სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნებიდან. ქალბატონმა თამარმაც გაიხსენა ეს ემიგრანტები. მაგრამ რატომღაც მე როცა გავხსენე ეს სტატისტიკა, მე მივიღე დასკვნა, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემებია და როცა ქალბატონმა თამარმა გაიხსენა, რომ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში უამრავი იმიგრანტი შემოვიდა, თამარი მაინც ხსნის, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ანუ რომ არ დავიბრუნეთ, გეტყვით იმას, რომ მე და ქალბატონი თამარიც თანხმდებით იმაზე, რომ ბევრი უკრაინელი შემოვიდა ქვეყანაში და ბევრი ინდოელი და უცხოელი იმიგრანტები შემოვიდა ქვეყანაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაა საქართველოსთვის და ქალბატონი თამარი თვლის პირიქით, რომ არანაირი საშიშროება არ არის. მოკლედ, ქალბატონი თამარი ხსნის იმას, რომ ის შიში, რაც აქვს ქართულ მოსახლეობას, რომ ამ 200.000-ში ხომ არ შედის ის ავღანელი, პაკისტანელი და მუსლიმი და ინდოელი იმიგრანტები, არის ჩათესილი უმიზეზოდ და არანაირი საშიშროება არ არსებობს და ზუსტი დეტალური ინფორმაცია დაედება გაზაფხულს. მოკლედ, რამოდენიმე რაღაცას თქმა მინდა, ეხლა მე დიდად არ მაწუხებს მიიღებს თუ არა იმიგრანტი საქართველოს მოქალაქეობას თუ არა, მე მაწუხებს ის ფაქტი, რომ ამ იმიგრანტებმა არ დაიწყონ კრიმინალური საქმიანობა, ან რაიმე დაავადება არ შემოიტანონ ქვეყანაში, ან კულტურული დაპირისპირება არ მოხდეს, მოკლედ უამრავი პრობლემა არის, რომელიც მაწუხებს კონკრეტულად მე და ბევრ საქართველოს მოქალაქეს. რომელზეც ვილაპარაკე ჩემ წინა ვიდეოში და ჩემი აზრით საქართველოს პასპორტის გაცემა იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ჩვენ გვაწუხებს, არ არის ისეთი სერიოზული.